თურქეთის ქალთა ლიგა დასრულდა და როგორც იქნა 15-იანმა ფინალურმა სერიამ გამოვიდა გამარჯვებული და გამარჯვებულია ვაკიფ-ბანკი. მიუხედავად იმისა, რომ ფენერბაქსის გულშემატკივარი ვარ და მათ გულშემატკივრობდი მთელი სეზონის განმავლობაში, მაინც გამიკვირდა, რომ ანგარიში გათანაბრდა სერიაში გახდა 2-2 და მეხუთე მატჩამდე მივედით, იმიტომ რომ ის თამაში, რომელსაც ვაკიფ-ბანკი გვაჩვენებს, გინდათ თურქულ ლიგაში და გინდათ ჩემპიონთა ლიგაზე, არის და ალბათ 1-2 თავით ზემოთ, ვიდრე ფენერის თამაშია. თქვენ შეიძლება სხვა აზრი გქონდეთ, მაგრამ ის მოთამაშეები და ის დონე და სტატისტიკა, რომელიც ვაკიფ-ბანკს აქვს, ჩემი აზრით ფენერს ძალიან ბევრი აკლია ჯერჯერობით მაქამდე დაწყებული მწვრთნელზე ცალკე სალაპარაკოა კიდე ფენერბაქსის მწვრთნელზე. რა ხდება საერთოდ გამთამაშებლებში და ლიბეროებში, მესმის რომ ტრავმებია და მთელი სეზონი ძალიან გაუჭერდათ წამყვან მოთამაშეებს, მაგრამ მაინც ეს ის არ არის, რასაც მსოფლიო დონის გუნდისგან ველოდებოდით და ძალიან გული დამწყდა სიმართლე რო გითხრათ, მაგრამ 1000% დამსახურებულად მოიგო ვაკიფმა და უნდა ვისაუბროთ ცალკე მოთამაშეებზე. საუბარი უნდა დავიწყოთ, რა თქმა უნდა, ტურნირის საუკეთესო მოთამაშით, რომელიც დასახელდა MVP-თ ამ ტურნირის და ეს არის მარინა მარკოვა. ფენომენალური მოთამაშეა, შემიძლია გითხრათ და დიდხანს ვილოცოთ, რომ რუსეთის ნაკრები საერთაშორისო ასპარეზზე არ გამოჩნდეს, იმიტომ რომ ამ მოთამაშეების გამოჩენა არ ვიცი, მე სტოლფასი იქნება. მაგაზე მე ვისაუბროთ, მოკლედ მარკოვას სტატისტიკურად ფინალებში ჰქონდა 111 ქულა, 57%-იანი წარმატებული თავდასხმა ჰქონდა, 2 ეისი, 13 ბლოკი და 129 მიღებიდან, ანუ ვინც ფრენბურთს უყურებს და ვისაც გესმით ეს სტატისტიკა, მიხვდებით ახლა 129 მიღებიდან დაახლოებით 45-47%-იანი წარმატებული მიღება ჰქონდა, ანუ არ გაუქვჭებია ბურთი. მინდა გითხრათ, რომ ამ სიმაღლე მოთამაშე შეგახსენებთ, რომ მის სიმაღლე არის 2 მეტრი. ამ სიმაღლე მოთამაშე, რომ ესე კარგად თამაშობს მიღებაზე და აგრეთვე რას აკეთებს უკანა ხაზზე, რა ბურთებს ქაჩავს და როგორ თამაშობს დაცვაში, უბრალოდ შემიძლია ვთქვა, რომ არის მართლა ფენომენალური მოთამაშე და დიდი ალბათობით ეს არის ჯერ დასაწყისი, რასაც ის მიაღწევს, იმიტომ რომ ასაკითაც დიდი არ არის 2000-იანი, თუ არ ვცდები, ერთი წამი გადავამოწმებ, 2001-იანია, ანუ ჯერ არის 25 წლის და არ ვიცი, ანუ 1-2 წელიწადში შეიძლება მეტი რა უნდა ქნას, მაგრამ ძალიან მაგარი მოთამაშეა და ვნახოთ ჩემპიონთა ლიგაზე როგორ ითამაშებს გრანდების წინააღმდეგ. ასევე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ტიანა ბოშკოვიჩი, რომელიც არის, ვიცით რომ არის მსოფლიო ჩემპიონი და ბევრი სხვა ტიტული აქვს, მაგრამ ტიანა თამაშობდა 11 წლის განმავლობაში ერთ კლუბში თურქეთის ეზაშიბაში და წელს გადავიდა ვაკიფ-ბანკში და პირველად მოიპოვა თურქეთის ჩემპიონის ტიტული, რაც იყო ძალიან ემოციური მისთვის და გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ გადამწყვეტი როლი ჩემი აზრით ბოლო თამაში ქონდა დერია ჩებიჩოღლუს. არც თუ ისე გამოჩენილ მოთამაშეს, რომელიც თურქეთის ეროვნულ ნაკრებს თამაშობს და ოლიმპიადაზე ვნახე მისი თამაში, იმიტომ რომ ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე არ იყო და მის მაგივრად შემოიყვანეს დერია. წარმოუდგენელი მოთამაშეა. შემიძლია ვთქვა, რომ კალიასავით დახტის საოცრებებს აკეთებს და აკეთებს ზუსტად მაშინ, როცა საჭიროა, როცა ყველაზე კრიტიკული მომენტია და თუ უყურებთ იმ მატჩს თავიდან, ბოლო მატჩს ვაკიფ-ბანკს და ფენერბაქსის შორის მიხვდებით, რომ მიუხედავად იმისა, რომ მარკოვმა და ბოშკოვიჩმა რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ქულა მოუტანეს გუნდს და ძალიან კარგად ითამაშეს, დერია ჩებიჩოღლუმ მოუტანა ქულები სწორედ მაშინ, როცა საჭირო იყო და აღსანიშნავია ისიც, როგორ ენდობა მას გამთამაშებელი ჯანსუზე შეგვიძლია ცალკე ვისაუბროთ. ძალიან კარგად მიყავს ხოლმე თამაში ნაკრებშიც. მე ძალიან მომწონს მისი ემოციურობაც და ის თუ როგორ ხოდავს გუნდს. და ზეხრამაც თავისი როლი ითამაშა და მოკლედ გუნდი შეიკრა და აღსანიშნავია ასევე ჯოვანის გადაწყვეტილებები, რომელმაც სწორი შეცვლები აკეთა სწორ მომენტებში, სწორი შესვენებები აიღო და ჯოვანის როლი ამ გუნდში არის ფასდაუდებელი და ჩემი აზრით კიდევ მრავალი წელი უნდა გაგრძელდეს კონტრაქტი ჯოვანისთან, რომ ვინმე არ მოიტაცოს და მე მგონია თან რაღაცნაირი ქიმია აქვთ გუნდს მწვრთნელთან, რაც ძალიან აკლია
ფენერბახჩეს და ტრაბედიელის ფენერბახჩეს და მის მწვრთნელს ჯერჯერობით უცნობია. საუბრობენ იმის შესახებ, რომ აბონდაზე შეიძლება წავიდეს, ან მასთან შეწყვიტონ კონტრაქტი, მაგრამ მე მახსოვს, რომ 2+2 ქონდა. მაგრამ ნახოთ რა იქნება, ჩემი აზრით უნდა წავიდეს, იმიტომ რომ აი არ ვიცი, ესეთი სტიმულდაკარგული გუნდი, მენტალურად დანგრეული ასეთ დონეზე ძალიან იშვიათია. სოციალურ მედიაში ხშირად შემხვედრია, რომ ადგილობრივი თურქი Ferhat Akbaş შეიძლება იყოს რომელიმე კლუბის წევრი და why not Fenerbahçes მწვრთნელი, იმიტომ რომ ვიცით, რომ საკმაოდ კარგი მწვრთნელია. ასევე საუბარი იყო მათ ყოფილ მწვრთნელზე ლავარინიზეც, სადღაც წავიკითხე, რომ რატომაც არა, იმიტომ რომ რაც ლავარინი წავიდა Fenerbahçedან უარესობისკენ წავიდა საქმე ამ გუნდში და როგორც მახსოვს ლავარინისთან ერთად მოიგეს ბოლოს ჩემპიონთა ლიგა თუ არ ვცდები და შემდეგ წავიდა და იმის მერე ფაქტობრივად ვეღარაფერს იგებენ. ხო და ვნახოთ რატომაც არ შეიძლება რომ დაბრუნდეს, მაგრამ თუ რამე ახლის ძიებაში არის Fenerbahçes მენეჯმენტი რაღაცა ახალს შემოგთავაზებენ და დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები თურქეთის ლიგაში. მიუხედავად ამისა, უკვე თითქმის დაკომპლექტებულია შემადგენლობები შემდეგი სეზონების და ვნახოთ ვის შესთავაზებენ მწვრთნელობას. აქვე ვისაუბროთ ჩემპიონთა ლიგაზეც, რომელიც მოგვიახლოვდა და გვახსოვს, რომ ტარდება 23 მაისს სტამბულში. პირველი მატჩი არის თუ არ ვცდები ვაკიფ ბანკი და კონელიანო ეთამაშებიან ერთმანეთს და ეს იქნება უძლიერესი დაპირისპირება. ნახავთ ჰააგის და ბოშკოვიჩის დაპირისპირებას, ნახავთ გაბის და მარკოვას და არ ვიცი, სულ მოუთქმელად ველოდები ამ მატჩებს. შემდეგი მატჩი არის ეზაშიბაში სკანდიჩი, კარაკურტი ანტროპოვას წინააღმდეგ. ამის წინ ამოვიკითხე, რომ სკანდიჩის ჩემპიონთა ლიგაზე აქვს ყველაზე მეტი ეისი მოწოდებული, ანუ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოაწოდეს 65 ეისი, საიდანაც 27 თუ 28 ეისი იყო ანტროპოვასი, ანუ როგორი მასშტაბის მოთამაშეა ხო წარმოგიდგენიათ და რა აგრესიით და ძალით თამაშობს ხო და ძალიან მაგარ დაპირისპირებებს ვიხილავთ 2-ში და 3-ში. 2-ში იქნება პირველი თამაში ვაკიფ ბანკი კონელიანო და მერე იქნება ეზაშიბაში სკანდიჩი და 3-ში იქნება უკვე ფინალები და ნუ ლინკებს ტრადიციულად ჩემ ინსტაგრამზე დავდებ, შეგახსენებთ კიდევ რომ არ გამოგრჩეთ, იმიტომ რომ მგონია რომ ამ დაპირისპირებების ყურება აუცილებლად ღირს თუ ფრენბურთი გიყვართ. აქვე გეტყვით რომ თუ ქართულ ფრენბურთს ადევნებთ თვალს და უყურებდით ქალთა ფრენბურთის მატჩებს 22-ში და 23-ში არის ნახევარფინალები, პირველის ნახევარზე და 23-ში პირველ საათზე, ორივე მატჩი არის მცხეთაში, ჯიგო და ევროპის უნივერსიტეტი და თბილისი ბათუმი ეთამაშებიან ერთმანეთს და საპასუხო მატჩები იქნება 25 აპრილს 2 საათზე და 4 საათზე, ასევე მცხეთაში. ხო და თუ ვინმეს გინდათ ქართული ფრენბურთის ყურება, წავიდეთ მცხეთაში და Google შემატკივროთ გოგოებს. ხო, ფინალები როდის არის ჯერ არ ვიცი, მაგრამ რო გავიგებ დავდებ. მოგიყვებით. კარგად.